ბავშვებო, მინდა რომ გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივად ისეთი დღე, როცა თქვენ გამოგაქვთ რაღაცა თქვენი შესაძლებლობები საჯაროდ. აქ შეიძლება ბევრ ფაქტორს ჰქონდეს მნიშვნელობა, რაღაცა ისევე გამოვიდეს, მაგრამ თავარიაც და თავარია გამოცდილება. და მინდა სოფო ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო ამ იდეისთვის, იმიტომ რომ ქართულ სიმღერაზე უნდა იზრდებოდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი თაობები და ამ ბოლო დროს ჩვენში ადგესმის ის, რომ ქართული სიმღერები აღარ იწერება და რაც უფრო მეტი ბავშვი მოზარდი და მომღერალი ქართულ სიმღერას იმღერებს, მით მეტი ქართული სიმღერა. მადლობა შენ რომ თქვი ესეთ ფანტასტიკურ ქართულ სიმღერებს და დღეს შენ რამდენიმე სიმღერა წავსდგა სცენაზე და ეს აბსოლუტურად მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად დაუმოკლავი იყო და მოგასაც ქმნის ჩემს. ხო, ვიცი რომ შენ სასუხეთულობა რა ვთქვათ ახლა, როდესაც კარგი კომპოზიტორი ხარ, ამიტომ აწმერიან შენ სიმღერებს ბავშვები, ასე რომ დიდი მადლობა შენ ჩემოწინა. ბორიკო, რას გვეტყვი? ახთოვანებული რომ ესეთი ბავშვები არიან. აში უნდა? ყველა არის გამარჯვებული. ყველა არის და მინდა წარმატებები უსურვო და ყველას მადლობა დიდი მომავალი აქვს. გაიხარეთ და იცოცხლეთ. დიდი მადლობა ბორიკო, სალომე ბაკურაძე. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ახლა გვერდა ხედავ, რომ ჩვენი მომავალი თაობა თითქმის ყველა ხმიანია. თითქმის ყველას თითქაში აქვს. მე მოგესალმებით, რომ ისეთვე თანხმობთ, ყველა ბავშვი ვინც სცენაზე მოისმინე, ძალიან ინდივიდუალური, კარგი ხმით. აი ზედმეტ ნაკლები გასწავლებია. ძალიან კარგი მომავალი ყავს და მიხარია, რომ დღეს მოგესალმებით ბავშვებო, ძალიან მუსიკალურები და ძალიან კარგი ბავშვები იყავით და აი როგორც სალომემ თქვა, მე პირადად არც ერთი კონკურსის გამარჯვებული არ ვარ, მაგრამ ამისთვის არასოდეს ფარხმალი არ დამიკარგავს და ამიტომ თქვენს იბრძოლაში იშოვეთ, აქ ყველანი გამარჯვებულები ხართ. თუმცა გაიმარჯვებულებს. რა ბედნიერებაა, რომ ამდენი ნიჭიერი ბავშვი, ამხელა ნიჭი მოდის აი ახალ თაობებში უსმენ და ძალიან რაღაცნაირად გვიჭირს კიდეც ერთმანეთისგან გამორჩევა, იმდენად კარგია და იმდენად მონდომებული ახალგაზრდები არიან, იმდენად კარგად ეკიდებიან იმ თავის რეპერტუარს, თავის შესრულების ხარისხს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პედაგოგს, ყველა მონაწილეს და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ წლების განმავლობაში ეს იდეა კიდევ უფრო მეტ ფრთებს შეისხავს და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავა. ძალიან კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი ბავშვები არიან, მართლა იქ არჩევანის გაკეთება მიჭირს.
მართლა სასწაული ხმები, მართლა უნიჭიერესი ხალხი ვართ ქართველები ზოგადად და ყველას მართლა უსურვებ დიდ წარმატებას და ჩემდაც დიდი მადლობა ასეთი პროექტისთვის, ჩვენს კულტურის სამინისტროს და რა ვიცი, ახლა უკვე შემდეგი ტურისთვის ვემზადებით და დარწმუნებული კიდევ უფრო ძალიან ნიჭიერი ბავშვები იქნებიან. მადლობა. ძალიან კარგია ესეთი კონკურსები, იმიტომ რომ ბავშვები ქართულ სიმღერას მღერიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ბავშვებისთვის და არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი, კარგი ქართული სიმღერა მოვისმინეთ ძალიან ბევრი კარგი შესრულებით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კონკურსანტები მოვისმინეთ, ზედმეტ ნაკლებობით, თუმცა სამი მათგანი უკვე გამოვარჩიე, რომელმაც ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე. ძალიან მუსიკალური ბავშვები არიან. ახლა ვთქვი კიდეც ცოტა ხნის წინ, რომ თითქმის ყველა მათგანს აქვს განსაკუთრებულად კარგი ხმა, ძლიერი ხმები. იქ შეიძლება რაღაცა ჟიურიმ ალბათ გავაკეთოთ აქცენტები იმაზე, რომ მეტი ინდივიდუალიზმი ვისია, შესრულება მუსიკალურობა და ასე შემდეგ, თორე მონაცემებით ყველა ბავშვი თითქმის ძალიან კარგია და ეს იმედს მაძლევს, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო კარგი გვეყოლება.
მე მინდა სცენაზე მარიამ შეყლაშვილი მოვიდა.
ასე, ეხლა კი გადავიდეთ უკვე ჟიურის ფანტასტიკურ წევრებზე და მინდა ბორის დედია მოვიხდო. მორაბა ისმენთ. პირველი სიმღერა თეკლა კავკასიძე. თეკლა კავკასიძე. გილოცავ თეკლა. ელენე ხმიადაშვილი. ელენე ხმიადაშვილი. უნიჭიერესი ელენიკო, შემდეგი ანასტასია ღვინიაშვილი. გილოცავ ნანა. მართა ჯიჯავაძე. მართა ჯიჯავაძე, დებიუტანტი, მადლობა. ნიცა ლელაძე. ნიცა ლელაძე, საუკეთესო, მოდი ჩაგეხუტო. მაგარი გოგო, რომელიც აიქი წამით არ დაიბუდა ისე მაგრად შეასრულა, ხო ჩაგკიცა. ანდრია ერთმიშვილი. ანდრია ერთმიშვილი. დიდი მადლობა ანდრია, დიდი მადლობა ბორის. ახლა კი მინდა სცენაზე მოვიხმო უსაყვარლესი და უნიჭიერესი, პირველად ქართულ ხმაში ჟიურის წევრი, ჩემი ცირაბზიშვილი, ხო, ტაში? მარიამ საბაშვილი. მარიამ საბაშვილი. მაიმე თქუთქუნა. ანასტასია რაზმაძე. ანასტასია რაზმაძე. გილოცავ ანასტასია. ლუსი თუშმალიშვილი. ლუსი თუშმალიშვილი. პატარა ციციტა და საყვარელი. მადლობა ლუსი. წარმატებებს გისურვებ დედიკო. და მეორე ნაწილი. ეკა მერებაშვილი. ეკა მერებაშვილი. პედაგოგი ნანა სამხარაძე, ეს ბავშვები ყველა ნანასია. ლიზი ინჯია. ლიზი ინჯია. წარმატებები ლიზი გილოცავ. და ნიდა ძაბელი. ნიდულა, საგარი ნიდულა. ნიდა ძალებიძე. გილოცავ საფარად. დიდი მადლობა ჩემო ცირაკო. შემდეგ იგი გახმავთ ელენე ფოჩხუას სიმპათიები, მოდი ელენე. დაში, ხალხო, ცოტა გამავხდეობთ. გიორგი ცინდელიანი. გიორგი ცინდელიანი. გილოცავ, გიო. ნიკოლოზ მაცმირიდო შედიჯილდო, ნამდვილად. მარია მარიშვილი. მარია მარიშვილი, მარია ურდულაშვილის მოსწავლე, გილოცავ მარია. მადლობა. ევა ჩიკობავა. სამეგრელო სენატი, ევა ჩიკობავა. გილოცავ ევა. ეხლა მეორე ასაკობრივი ჯგუფი. გიორგი კაპანაძე. გიორგი კაპანაძე. გაბრიელ თემერტელი. გაბრიელ თემერტელიძე. გილოცავ ელენე მენაბდე. ელენე მენაბდე. დიდი მადლობა, ელენე უღმესი მადლობა. და სამომე მადლობაზე მინდა მოვიწეროთ და წარმოგიდგენთ თავისი ნომინანტები. ბავშვებო, შევცეთით უნდა დამეთქესოთ, ესე გამავალეს. მოკლედ, ჩემი პირველი სიმპათია. ეს გახლავთ ანა მარია სიბაშვილი. ნინი ჯანიაშვილი. და ალექსი ნაზღიდაშვილი. უფროსობის კატეგორიაში, დიახ. ნინო მაისურაძე. ნია ღვინიაშვილი.
ჩემო ძირფასებო, ახლა კი მთავარ ნაწილზე გადავდივართ, რასაც ჩვენი ფორმალური ნაწილი ქვია, თორე თქვენ ყველა გამარჯვებული ხართ ჩემთვისაც და აქ ყოფილი ყველა ადამიანისთვის, ვინდა უამრავი წარმატება გისურვებდა და მე დავიწყებ მესამე ადგილიდან და თქვენი ქუხარი აპლოდისმენტების თანხლებით უნდა გავამხნევებოდეთ და ძალიან მერიულობ მათ. მეორე კატეგორიის ვიცი რომ ჩქარობთ ცოტა ჩვენს ბაბაკი ტექნიკური ამბავია. ახლა კი უფროს ჯგუფში მესამე ადგილი. ქრისტი ფინიკაშვილი. გიგოცა შემოსახავად. მეორე ადგილების წარდგენის დროა ტაში გვინდა ტაში უფრო ხურდებით. ისეთი კარგები, ერთმანეთზე კარგები, რომ მართლა რამდენად უნდა გაყოფილიყო ყველაფერი არ ვიცი. ეთერ მათიაშვილი! მეორე ადგილი. და პირველი ადგილები, აბა როგორ უნდა, ტაში უნდა? პირველი ადგილი ლილა ჭაყუშვილი ტაში ლევა გილოცა საოცარი ბავშვები ყავს არ ვიცი ჩემი ფავორიტიც არის ყველა ჟიურის ფავორიტიც არის რომ ყოფილიყო 9 გრან-პრი ერთს ეს ბავშვი აიღებდა ზუსტად ვიცი რა და აი აქვთ ესეთი წესები რომლებსაც სამწუხაროდ მოეწეραული თორე ეს ბავშვები მართლა საოცრებები არიან პირველი ადგილი უფროს ჯგუფში თანო ნადროშვილი საოცარი და რაც თავარია ქართული ხმა 2026 გრან-პრის ფლობელი უნდა წარმოადგინა ხა თქვენს წინაშე და აბა თუ მიხვდებით ვინ არის ისე სოკო რა მოხდა გუშინ რა ამბებია ქალაქში რა ხდება ხომ შედობა ქალაქში აი ხავანერეულად ხალხი ნერვიულობ მაშინ გამოვასხათოთ გიორგი ხურბაშვილი სოფო
მესამე ადგილზე ვარ ძალიან ბედნიერი. პირველ რიგში მადლობა ჩემს მასწავლებელს, ნანას ამხარდეს, აი ძალიან ბედნიერი ვარ, არ ამიღია ესეთი ტიტული არასდროს და ძალიან გამიხარდა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო კონკურს ფესტივალის დამფუძნებელს, რათა ამდენი ბავშვი გახდა ბედნიერი, მე გავხდი მეორე ადგილის მფლობელი და ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობა დიდი. რა თქმა უნდა, უზომოდ ბედნიერი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ნამღერით არ ვაკმაყოფილდა, საერთოდ არ მომელოდი, რომ პირველ ადგილს ავიღებდი და ძალიან დიდი მადლობა სოფობედიას პირველ რიგში. მართლა ძალიან კარგი პროექტის შექმნისთვის და შემდეგ უკვე მის ხარდამჭერებს. მადლობა ჟიურს, ძალიან გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ, გრან-პრის მფლობელი გამხადეს და ამისთვის, რა ვიცი, ძალიან გახარებული ვარ, ასე რომ ვთქვათ. მადლობა კახეთს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კახეთში გრან-პრი გვაქვს. და რა ვიცი, ყველა მონაწილეს წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, ნამდვილად ემოციური იყო დღევანდელი გამოსვლა და ზოგადად დღევანდელი კონკურსი, რომელიც ქალბატონმა სოფობედიამ შემოგთავაზა კულტურის სამინისტროსთან ერთად, მართლაც იყო ძალიან დახვეწილი, გამორჩეული, არაჩვეულებრივი. ჩვენ მოვისმინეთ უამრავი უნიჭიერესი ბავშვი მთელი საქართველოს მასშტაბით ფაქტობრივად და მე ვარ ძალიან ბედნიერი როგორც პედაგოგი, იმიტომ რომ ჩემ აღზრდილმა გიორგი ხუტუაშვილმა, რომელიც გახლავთ კახეთიდან და სტუდია Envoice-ის წარმოადგენს, გაიმარჯვა ასახელა კახეთი საქართველო და უღრმეს მადლობას ვუხდი მე ქალბატონ სოფობედიას, თითოეულ ორგანიზატორს, თელშემოქმედებით ჯგუფს, კულტურის სამინისტროს არაჩვეულებრივი პროექტისთვის. ყველა მონაწილეს, ყველა კონკურსად მომავალში უსურვებ კიდევ და კიდევ უფრო მრავალ წარმატებას. მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ ქართული სიმღერის კონკურსი ესე წარმატებით მიდის უკვე მეორე წელია. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თქვენ და ჩემს მეგობარს ბესო ჯუბინიძეს, სტარტივის, ყველას მშობლებს, ბავშვებს, პედაგოგებს, რომლებიც აი ესე ანუ ისეთი მოწესრიგებული, ისეთი დავარცხნილი, ძალიან პასუხისმგებლობით ახსავსე იყო ყველა, რომ ვეცადეთ ყველამ, რომ უკმაყოფილო არ ამიწასულიყო, ყველა გამარჯვებული წასულიყო და ალბათ ღირსეულად გადანაწილდა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, სავსე ვარ ემოციებით, ძალიან
ბედნიერი ვარ და მივხვდი იმას და დავწმუნდი რომ კარგ საქმეს ვემსახურები და ვაკეთებ და აუცილებლად უნდა გავაგრძელო და რაც შეიძლება მეტი და ბევრი ბავშვი გავახაროთ და გავაბედნიეროთ. და რა თქმა უნდა სოფო ბედიას უნდა გადაუხადოთ მადლობა იცი რისთვის რომ ჯერ ქართული ხმა დაარქვი აი ამ ყველაფერს და მთელ ამ ბრძოლას რომელსაც შენ აწარმოებ შენ გუნდთან ერთად იმიტომ რომ ქართული ხმა არის ის რაც მსოფლიოში კი არ ჟღერს საჯღერს კოსმოსში და ქართულ ხმას გაუმარჯო სოფო ბედიას თამადობით ერთად ოდიში რომ შემოგეჭერი უკაცრავად მადლობა ჩემო საყვარლო ესე იგი მორჩა უკვე მეორე წელია ეს კონკურსი ტარდება და ერთმანეთზე უკეთესი და ერთმანეთზე მონდომებული და ერთმანეთზე აი სერიოზულად რომ უდგებიან საქმეს ისეთი ბავშვები არიან. შეფასება ჟიურისაც გაუჭირდა, ჩვენი სიმპათიის არჩევაც გაგვიჭირდა და ზოგადად აი თავარი რა არის, იცით, წეგან სოფო შემოვეჭერი კადრში, იმიტომ რომ მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს და განსაკუთრებით ხელოვნებაში და მუსიკა, სიმღერა არის ხელოვნების ის ძალიან მსუყე ნაწილი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ ქართველები და იმიტომ ვამაყობთ რომ ყველგან სადაც კი შეიძლება და არ შეიძლება ქართველი სიმღერით მიდიოდა მათ შორის ომში ქართული ხმა 2026 წარმატებით დასრულდა და უკვე 2027 წლისთვის დავიწყეთ მზადება